საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის ქართული მამულების საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები დაიწყო. დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქართულ ფრანგულ სამუშაო ჯგუფს შეხვდა. სწორედ ეს ჯგუფი ლევილის კულტურის ცენტრად გარდაქმნის პროცესშია ჩართული. მიწების საქართველოს საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ამ მიწების მეპატრონეებთან წელს 24 მაისს სპეციალური მემორანდუმი უკვე გააფორმა. ამ პროექტს რამდენიმე დღის წინ საქართველოში მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საფრანგეთში არსებული მამულის ქართული მხარისათვის გადმოცემასთან დაკავშირებით დადებულ შეთანხმებაში ტექნიკური და იურიდიული დეტალების დაზუსტების შემდეგ ლევილში საქართველოს მთავრობის ინიციატივით ქართულ-ფრანგული მეგობრობის კულტურის ცენტრი აშენდება. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი ფაქტი არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ლევილის იურიდიულ დეტალებს, მისი გადმოცემის იურიდიულ დეტალებს და უკვე შევუდგებით იქ განთავსებას იმ ქართულ-ფრანგული მეგობრობის კულტურული ცენტრისა, რომელიც დაგეგმილია. მე ლევილის მეპატრონეთა 5 ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი ვარ. ამ მიწების საქართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. მაისში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დაიძრა. გააფორმეს სპეციალური შეთანხმებაც, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში ეს მამული საქართველოს საკუთრება გახდება.